დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება დიპლომატიური პასპორტების ვადის დარძალებასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ პასპორტის სხვა ქვეყანაში შესვლისთვის აუცილებელი და მას არანაირი კავშირი არ აქვს საკუთარი ქვეყნის დატოვებასთან. შევეხსენებთ, უმაღლესი თანამდებობის პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის დასვლიდან 1 წლის განმავლობაში შესაძლოა დიპლომატიური პასპორტის სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ. გადაწყვეტილება ამის შესახებ პრეზიდენტმა მიიღო. ეს პირები არიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, მათ დიპლომატიური პასპორტის სარგებლობის უფლება სამუდამოდ უნარჩუნდებათ. პასპორტის თემა ეს მოგეხსენებათ არის არა ქვეყნის დატოვების თემა, არამედ რომელიმე სხვა ქვეყანაში შესვლის თემა. დიპლომატიური პასპორტით შესაძლებელია უფრო ადვილად შესვლა სხვა ქვეყნებში. ასე რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა განცდა, რომ მისი მთავრობის წევრებს რომელიმე ქვეყნებში არ შეუშვებენ ჩვეულებრივი პასპორტით და რაღაც დამატებით ზომებს იღებს, ნუ შესაძლოა ზომები ამითაა განპირობებული. მე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი მათი მიზეზის თაობაზე.